მოდით დღეს იყოს ლობიო მჭადის კალათაში, რომელსაც შევკმაზავთ მჟავე კომბოსტოთი და ნიგვზით. პირველ რიგში მოვხარშოთ ლობიო, რომელსაც რა თქმა უნდა გამოვუცვლი პირველ ნახარს. სანამ ლობიო მოიხარშება, მოვამზადოთ მჭადის კალათა. ცომი მოვზილე, ცოტა დავასვენე და ამასობაში გავზეთე ფორმა. მერე კი გავუშვათ ღუმელში 180 გრადუსზე. სანამ ლობიო იხარშება და მჭადის კალათა ღუმელშია, განვიხილოთ ერთი საკითხი. ხშირად ვამბობთ ზოგ კერძებზე, რომ ამას ვერ ვჭამ, იმიტომ რომ ბერავს, ან ამას ვერ ვჭამ, იმიტომ რომ ვერ ვინელებ. აქედან გამომდინარე, მინდა მოგიყვეთ რეოკონის შესახებ. ეს არის საკვების მონელების დამხმარე საშუალება, იგივე დანამატი, რომელიც ამარტივებს მონელების პროცესს, გვეხმარება, რომ საკვები სრულყოფილად გადამუშავდეს. განსაკუთრებით გამოსადეგია სადღესასწაულო სუფრების და ცხიმიანი კერძების შემდეგ. მოგზაურობისას ან გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის. და სანამ საუბრობდით, ლობიოც მოიხარშა. დავიწყოთ შექმაზვა. შესაკმაზად კი ვიყენებ მარილს, ნიორს, წიწაკას, ხახვს, ბლომად ნიგოს, ძმარს, კომბოსტოს წნილს და მწვანილს. შემდეგ კი დამჭირდება მჭადის კალათა, ხსნათ. ცოტა ცხელია. მერე კი გადამოქვს ლობიო კალათაში, გასაფორმებლად მწვანილი და ცოტა მჟავე კომბოსტო. უშუალოდ მირთმევისას კი, რა თქმა უნდა, ერთი აბი რეოკონი და ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე შემიძლია მივირთვა ლობიო. ამიტომ